მშობლებობისაც ბაღში გსურთ, რომ ბავშვები დაარეგისტრიროთ, ყურადღებით თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ 2025-26 აღმზრდელო წლისათვის რეგისტრაციის თარიღები გამოაცხადა. წესები და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც მოუწევთ, დასარეგისტრირებელი ბავშვების ოჯახებს რეგისტრაციის დაწყებამდე უკვე ცნობილია. რეგისტრაცია იქნება 3 ეტაპიანი და ასევე იქნება ელექტრონული. კახა აბულაძე თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი შემოგვიერთდა და მეტ დეტალს სწორედ მისგან მოვისმენთ. შვიდობის მოგესალმებით. როდის დაიწყება რეგისტრაცია და რას ნიშნავს ეს 3 ეტაპი, რისგან შედგება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორც დედაქალაქის მერმა დაანონსა, 2025-26 სააღრმზელო წლისთვის 7 ივლისს ვიწყებთ ახსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესს. რეგისტრაციის პროცესი გაიმართება 3 ეტაპად. პირველი ეტაპი გულისხმობს 8 მიზნობრივი ჯგუფის რეგისტრაციას. მეორე ეტაპი გულისხმობს თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესს და მესამე ეტაპი უკვე 21 ივლისიდან დაიწყება და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე მოიცავს საყოველთაო რეგისტრაციის პროცესი. მოდით ვისაუბროთ პირველ ეტაპზე. ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ეს 8 მიზნობრივი კატეგორია მოიცავს შემდეგ ჯგუფებს, ეს არის დედაქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ახსაზრდელები, მეორე მიზნობრივი კატეგორია მოიცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახსაზრდელებს, შემდეგ მოდის შვილბავშვთა ახსაზრდელები, მეოთხე კატეგორია მოიცავს მარტოხელამშობლის სტატუსის მქონე შვილებს, მეხუთე კატეგორია მოიცავს მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, შემდეგი კატეგორია გულისხმობს დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ახსაზრდელებს, მეშვიდე კატეგორია სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს. აღნიშნული 8 კატეგორია და 8 კატეგორიისთვის რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 7 ივლისს 10 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით. კი ბატონო, როგორ დაკვირვებით შეგიძლიათ გითხრათ, როგორია ზოგადად სტატისტიკა? პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი ბავშვი რეგისტრირდება? არა, პირველ ეტაპზე ჩვენ სტატისტიკისთვის გვინდა ვთქვათ, რომ 17,000-მდე თავისუფალი ადგილი არის დღეს სისტემაში და ყოველწლიურად საშუალოდ 15-16,000 ახსაზრდელი გადის რეგისტრაციის პროცესს. მათ შორის პირველი ეტაპი აღნიშნული მიზნობრივი კატეგორიის წინაწლის პრაქტიკა აჩვენებს, რომ სადღაც 2,500-მდე ახსაზრდელი რეგისტრირდება ამ ეტაპზე და მესმის რომ ჩვენ ვიღებთ გარკვეულ შეტყობინებებს ამ ეტაპებთან დაკავშირებით, მინდა უთხრა ყველას, რომ ადგილები არის საკმარისი და ყველამ სრულად შეძლებს დარეგისტრებას. დაახლოებით რამდენი ადგილი? 17,000-მდე ადგილია. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა სააღრმზელო წლისთვის 2 წლის ახსაზრდელი რამდენი ვეყოლება, ბაღის ასაკისთვის სადღაც 40,000-მდე ახსაზრდელი არის ქვეყანაში 15 სექტემბრის მონაცემებით, მათ შორის 10,000-მდე არის რეგისტრირებული თბილისში. შესაბამისად ადგილები არის საკმარისად, უბრალოდ მინდა ვთქო მშობლებს განსაკუთრებით მეორე ეტაპთან დაკავშირებით, რომ შეამოწმონ ახსაზრდელთა რეგისტრაციის და ჩაწერის მისამართი, იმიტომ რომ გასულ წელს სააგენტოს ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით დაახლოებით 3,000-მდე მშობელმა გაიგო, რომ მათი ბავშვი არ იყო თბილისში რეგისტრირებული, რამაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნა მათთვის ამ რეგისტრაციის პროცესში. ანუ რეალურად თუ დასტურდება, თქვათ, არ ვიცი, რაღაცა დოკუმენტით, რომ ბავშვი ცხოვრობს 4 წლამდე, 3 წლამდე დაბადებიდან თბილისში, მაგრამ ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული. ჩაწერილი, ის უნდა დაელოდოს მესამე ეტაპს საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპს. რომელ ეტაპზე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თქვათ, ბათუმში რეგისტრირებულსაც თბილისში გაიაროს რეგისტრაცია? უპირატესობა რას ენიჭება? იმიტომ კი ვახსენეთ 17,000 ადგილი, მაგრამ 17,000 ადგილი არის მასშტაბური, ანუ გლობალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რაღაც ერთ კონკრეტულ ბაღზე არის მოთხოვნა, შესაძლოა სულ არ იყოს ჩემს სახლთან ახლოს, მაგრამ მე მინდოდეს რომ იქ დავარეგისტრირე ბავშვი. ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ თუ არა, სად არის კონკრეტულად რომელ უბანშია ჩაწერილი ბავშვი და სად მიდის? ეს არის თუ არა ჩაწერის მისამართებით სისტემა არ ანაწილებს, აქ ჩაწერის მისამართი მნიშვნელოვანია მეორე ეტაპისთვის. ანუ პირველ ეტაპზე როგორც აღნიშნეთ, 8 მიზნობრივი პრიორიტეტული ჯგუფის სარგებლობს რეგისტრაციით, მეორე ეტაპზე თბილისში რეგისტრირებული ახსაზრდელები, თუმცა პირველ ეტაპზე 90% არის თბილისში რეგისტრირებული. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ იმ კონკრეტულ ბაღში, რომელ ბაღშიც ელექტრონულად შევსებული დაგვდათ ადგილი,
მოითხოვოთ სარეზერვო სიაში მოხვედრა და შემდგომ საკონსულტაციო საბჭოების მეშვეობით, რომელიც თითოეულ ბაგაბაღს გააჩნია, ადგილების დამატების შესაძლებლობის შემთხვევაში მოხდება მისი გათვალისწინება რიგითობის პრინციპით. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვათ საქართველოს არა მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქე უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, სხვა მოქალაქე სურს რომ ბავშვი დაარეგისტრიროს ბაღში. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვს ბინადრობის უფლება ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივად ენიჭებათ მათ პირადი ნომრები ამ ტიპის ახსაზრდელებს და მათაც შეუძლიათ რეგისტრაციის ეტაპის მიხედვით. ანუ თავარია ბინადრობის უფლება ჰქონდეთ და არა მოქალაქეობის. თუ შეუძლია მშობელს რომ ერთდროულად რამდენიმე საბავშვო ბაღში დაარეგისტრიროს ბავშვი ერთდროულად. ელექტრონულად მას შესაძლებლობა აქვს რომ მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი შეარჩიოს, თუმცა სარეზერვო სიაში მოხვედრაზე მას შეზღუდვა არ აქვს და შეუძლია რამდენიმე ბაღი აირჩიოს. აქ ვუპასუხებ თქვენ შეკითხვას, რომ თუ კონკრეტულად იმ ახლომდებარე საშუალო ბაღში, სადაც თქვენ გსურთ ელექტრონულად ვერ მოხვდებით, შეგიძლიათ მიმართოთ სარეზერვო სიაში მოხვედრაზე, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ყველაზე ახლომდებარე საბავშვო ბაღსაც სარეზერვო სიაში მოხვედრაზე. მოდით ვისაუბროთ მუნიციპალიტეტში რეგისტრაციაზეც. დიახ, ამასთან დაკავშირებით მე ვახსენე და მინდა მშობლებს ვთხოვო, რომ წინასწარ შეამოწმონ ბავშვთა ჩაწერის და რეგისტრაციის მისამართი, ეს მარტივია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირისთვის აღნიშნული ეტაპი ნიშნავს, რომ არანაკლებ რეგისტრაციის მომენტისთვის არანაკლებ 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს თბილისში ჩაწერილი. კიდევ ერთხელ გაუსვევ ხაზს, რომ წინა წელს ჩვენ ცხელი ხაზის მეშვეობით მინდა აღნიშნო, რომ თბილისში დაბადება და თბილისში ცხოვრება არ ნიშნავს რეგისტრაციის მისამართს თბილისში. მინდა ვთხოვო ყველას გადაამოწმოს რეგისტრაციის დაწყებამდე ეს კომპონენტი და შესაბამის ეტაპზე უფრო მარტივად გაივლის რეგისტრაციას. კი ბატონო, რაც შეეხება უშუალო დარეგისტრირების პროცესს, ერთია რომ დავარეგისტრირე ბავშვი, შევიყვანე ყველა საჭირო მონაცემი, როგორ შემიძლია სტატუსის გადამოწმება, რომ ნამდვილად დარეგისტრირდა თუ არა? სტატუსის გადამოწმება შეგიძლიათ სარეგისტრაციო ველის საშუალებით. იქ არის მოთავსებული გადამოწმების ფუნქციონალი ბავშვის გვარის და პირადი ნომრის მითებით შეუძლია მშობელს ნახოს ჩარიცხვის სტატუსი. ეს სიახლეა მიმდინარე წელს და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად გაუმარტივებს მშობელს ამ ინფორმაციის უკავშირს რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით. ქალაქის მერისგან მოვისმინეთ ინიციატივა, რომ ელექტრონული აღრიცხვიანობა დაიწყება ბაღებში. რას ნიშნავს ელექტრონული აღრიცხვიანობა და რატომ გახდა საჭირო, რომ ეს პროცესი აი ამ ჩარჩოში მოექცეს? საჭირო არის ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნა და ყველა მიმართულებით, რაც ამ სააღრიცხვო პროცესს გაამარტივებს და მნიშვნელოვნად გამოათავისუფლებს, თუნდაც პერსონალის დროს არის აუცილებელი. ჩვენ საბავშვო ბაღებში ამ ეტაპზე აღრიცხვიანობის მანუალური სისტემა გვაქვს, თუ ალბათ გაქვთ ნანახი საბავშვო ბაღის შესასრულები, სადაც დგას რამდენიმე ჟურნალი, სადაც ხდება მისვლის, ვინ რომელ ჯგუფში, ვინ რომელ საათზე და ასე შემდეგ. ეს არის ერთის მხრივ ძალიან მარტივი სისტემა, რომელიც ელექტრონულად სწრებადობას დროის კონკრეტულ მომენტში აღრიცხავს და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი საშუალება არის პერსონალისთვისაც, რომელთა დრო ამ ნაწილში გამოთავისუფლდება და გამარტივდება მნიშვნელოვნად ახსაზრდელთა როგორც რეგისტრაციის, ასევე აღრიცხვიანობის პროცესი დროის ყოველდღიურ რეჟიმში იქნება ერთი დიდი ელექტრონული ჟურნალი, რომელსაც ნახავს სააგენტო, რომელ ბაღში რამდენი ახსაზრდელი ყავს დღის კონკრეტულ მონაკვეთში. ბატონო, გახა უნდა ველოდოთ თუ არა ახალი საბავშვო ბაღების გახსნას, რაღაცა თითქოს ტრადიციად იქცა, რომ ყოველი ახალი სააღმზრდელო წელი ახალ ბაღში იხსნება ხოლმე. წელსაც ეს ტრადიცია არ დაირღვევა, მიმდინარეობს 8 ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა, ამათგან ნაწილი ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისშივე შევა ექსპლუატაციაში, ნაწილი კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიქცა. 8 თბილისზეა საუბარი. თბილისში. 8 თბილისი, აქ 6 არის ახალი ბაღის მშენებლობა და 2 არსებული ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია. და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ალბათ, რომელიც ძალიან აინტერესებს მშობლებსაც და ბავშვებსაც, როდის დაიწყება სწავლა? არა, ეს არ უნდა იყოს. როდის მივდივართ ბაღში? როდის მივდივართ ბაღში? 15 სექტემბერს ველოდებით ყველას. 15 სექტემბერს ახალი სააღმზრდელო წარმატებული წელი ვუსურვოთ ბავშვებსაც და მშობლებსაც. რა თქმა უნდა, 7 ივლისს იწყება რეგისტრაცია, 13 ივლისამდე გაგრძელდება
დასრულდება პირველი ეტაპი, შემდეგ მეორე ეტაპი და 21-დან იწყება. 14 ივლისს დაიწყება მეორე ეტაპი 10 საათიდან და მესამე საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპი 21 ივლისს 10 საათს. დიდი მადლობა წარმატებები თქვენ და მშობლებს პირველ ეტაპზე რაც მთავარია და შემდგომ უკვე ბავშვებს.